თხილი და სხვა კაკალი ერთ-ერთია იმ პროდუქტთა შორის, რომლის ექსპორტით საქართველოში აჭარბებს იმპორტს. წელს თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი გაზრდილია თანხმობრივად, თუმცა მოცულობით მცირედით შემცირდა. მაგალითად 2024 წლის 11 თვეში 90 მილიონი ამერიკული დოლარის 15,000 ტონა თხილი გავყიდეთ საზღვრებს მიღმა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 79 მილიონი დოლარის ღირებულების 16,751 ტონა თხილი გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქართული თხილის საექსპორტო ფასი წელს დაახლოებით 27%-იან ზრდას აჩვენებდა. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წელს ქართული თხილი და სხვა კაკალი ყველაზე დიდი რაოდენობით იტალიაში გავიდა. ტრადიციულად პირველ ადგილს იტალია იკავებს ხოლმე, სადაც 14,1 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების 3,000 ტონამდე თხილი გავყიდათ. მას მოყვება ესპანეთი დაახლოებით 12,5 მილიონი ამერიკული დოლარის 1664 ტონით და მესამე ადგილზეა გერმანია 8,2 მილიონით, რაც დაახლოებით 1189 ტონა. ხუთეულში შედის საფრანგეთი და ასევე სომხეთი, რომლის წილიც 4,5 მილიონი დოლარია. თემაზე სტუმართან ერთად უნდა გავაგრძელოთ საუბარი და ამისთვის ლევან ქარდავა, თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გვერდდება პირდაპირ ხაზზე. დილომშვიდობისა ლევან, მადლობა თქვენი დროისთვის. შეჯამება მინდა რომ გთხოვოთ თქვენს როგორი იყო თხილის ინდუსტრიისთვის 2024 წელი. 2024 წელი თხილის ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთული იყო. ეს სირთულეები, როგორც იცით, ფაროსანას გამოჩენის შემდეგ ყოველწლიურად გვაქვს. ფაქტიურად ამ მიმართულებით უკეთესობა ძალიან ცოტაა. Ქონდა გარკვეული წლები 2016 წლიდან, როდესაც ქონდა გაუმჯობესება ხარისხის მიმართულებით, თუმცა წელსაც 2024 წლის მოსავალიც და 2023 წლის მოსავალიც საკმაოდ ცუდი ხარისხის იყო. შესაბამისად ჭირს მისი რეალიზაცია გარკვეულ მყიდველებზე, ამიტომ საკმაოდ რა წილი იყო ცუდი ხარისხის ლევან თლიანი რაოდენობიდან? ხარისხის მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს გრადაცია. წვრილ ფერმერებში ძირითადად გვაქვს ცუდი ხარისხის თხილი დაახლოებით 50% გამოსავლიანობით, ხოლო რაც შეეხება საშუალო და მსხვილ ფერმერებს, იქ უკვე ხარისხის გაუმჯობესებას აქვს ადგილი, დაახლოებით 40% და ზევით არის როგორც წესი. წინა წელს როგორი იყო ეს მდგომარეობა? წელს გაუარეს და იმის გამო, რომ კლიმატური პირობები იყო უფრო ცუდი თუ წელს ნაკლებად მოუარეს წვრილმა ფერმერებმა? ვერ ვიტყვი, რომ ნაკლებად მოუარეს, პრინციპში წინა წელი და წლევანდელი წელი ფაქტიურად ანალოგიურია ხარისხის მიმართულებით. თვითონ მოსავლის რაოდენობაც შარშანაც დაახლოებით 40,000 ტონა გაუტეხავით ხილი გქონდა, წელსაც დაახლოებით იგივე 40-დან 45,000 ტონამდე მოსავალს ველოდებით. რაც შეეხება ამინდს, ამინდიც პრინციპში იგივენაირად წარიმართა, რაც წინა პერიოდში, ამიტომ ფაქტიურად იგივე ხარისხის თხილი მივიღეთ, რაც ჰქონდა შარშან და ამ მიმართულებით სურათი ფაქტიურად არ შეცვლა. რა ფასით პოზიციონირებს ქართული თხილი საერთაშორისო ბაზრებზე? მოგეხსენებათ ქართული თხილის ფასი და ზოგადად მსოფლიო თხილის ფასი დამოკიდებულია თურქეთის რესპუბლიკაზე. წელს საკმაოდ სპეკულაციური იყო თურქეთიდან ფასები, რადგან ფაროსანა გამოჩნდა თურქეთის ზოგიერთ რეგიონში, ამიტომ სეზონის დასაწყისშივე გაჩნდა გარკვეულწილად პანიკა ბაზარზე, რომ თხილი ძალიან ცოტა იყო და იყო უხარისხო თურქეთშიც, რის გამოც თავიდანვე წლის დასაწყისშივე ფასები მომატებული ფასებით დაიწყო ვაჭრობა დაახლოებით თქვენც აღნიშნეთ დაახლოებით 30%-ით გაძვირებული იყო წინა წელთან შედარებით თხილის ფასი და შესაბამისად ქართული თხილიც უკვე მიბმულია თურქულ თხილზე, თუმცა იმის გამო რომ ზოგადად ქართული თხილის ხარისხი შედარებით დაბალია, ასევე გადახდის პირობების მიმართულებით ჩვენ ვითხოვთ როგორც წესი წინასწარ გადახდებს ან ჩასვლისთანავე გადახდებს ფასში სხვაობა თურქულთან შედარებით დაახლოებით 50 ცენტიდან $1 მერყეობს. ეხლა მიმდინარე პერიოდში ქართული თხილის ფასი $7-დან $7.50 მერყეობს თხილის გულის ფასს, ხო? რაც შეეხება გაუტეხავ თხილს ადგილობრივ ბაზარზე, წელს როგორც
საექსპორტო ფასია მომატებული, ისე შესაწყები ფასია, რა თქმა უნდა, მომატებული. ეხლა მიმდინარე პერიოდში დაბალი ხარისხის თხილი იწყება დაახლოებით 5 ლარიდან და მაღალი ხარისხის თხილის გაყიდვა შესაძლებელია დაახლოებით 9 ლარის ფარგლებშიც. ლევან, რა წილია ექსპორტირებული და ჩაბარებული და რამდენია დარჩენილი ფერმერებთან მიმდინარე პერიოდისთვის? ჩვენი პროგნოზით დაახლოებით 40-დან 45,000 ტონამდე გაუტეხავი თხილი მივიღეთ მოსავლად, ხოლო ექსპორტის სტატისტიკას თუ შევხედავთ, დაახლოებით ნახევარი ამ ნედლეულის უკვე გაექსპორტებულია და ამ სტატისტიკაში არ შედის დეკემბერი, ასევე დეკემბერშიც მოხდა რეალიზაცია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნახევარზე ცოტა მეტი უკვე რეალიზებულია. მოლოდინი არის ხოლმე ფერმერებში, რომ გაზაფხულისთვის უფრო ძვირდება. წელს არის თუ არა ამის პროგნოზის გაკეთების საშუალება საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარებიდან და ყველა ფაქტორიდან გამომდინარე? სამწუხაროდ თხილის ბაზარი არ არის ესეთი პროგნოზირებადი, ასე რომ იყოს, ჩვენც თხილს შევიძენდით და უბრალოდ დავასაწყობებდით, დაველოდებოდით გაზაფხულს. სამწუხაროდ ესე არ არის, არ ვიცით, როგორი იქნება, როგორი უნდა იყოს მოლოდინები გაზაფხულთან მიმართებით, ბევრი ფაქტორი მოქმედებს თხილის ფასზე, მათ შორის მოთხოვნა, მარაგები თურქეთში, ხარისხი თხილის და ასე შემდეგ. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ გაზაფხულზე ფასი მოიმატებს, თუმცა მოლოდინები ხო, ის უკავშირდება ხოლმე, მე მგონი უფრო მეტად მარაგების ამოწურვას გარკვეულწილად გაზაფხულისთვის უკვე ცოტა რაოდენობა ახლა დარჩა. გაზაფხულზე აი დაახლოებით აპრილ-მაისში, შემდეგი წლის მოსავლის პროგნოზები როგორი იდება თურქეთში, მერე იქიდან გამომდინარე ხდება ხოლმე ფასის მატება ან კლება დაახლოებით აპრილის ბოლო, მაისის თვეში ხდება როგორც წესი, ან სააღდგომო შესყიდვების წინ. ლევან, რა ეფექტი აქვს სახელმწიფოს დახმარებას ფინანსურს, რაც თხილის ინდუსტრიისთვის თუ არ მეშლება 2 წელია უკვე მოქმედებს? დიახ, როგორც იცით, ჰექტარზე გადაგარჩევით 500 ლარს უხდის სახელმწიფო ფერმერები თუ ფერმერთა ძირითადი ნაწილი ამ დახმარებას გამოიყენებს მიზობრივად და გამოიყენებს ფაროსთან საბრძოლოდ, დამერწმუნდეთ შედეგები გაცილებით უკეთესი გვექნება, ვიდრე გვაქვს სამწუხაროდ. წელსაც იყო შემთხვევები, როცა არამიზნობრივად მოხდა, იმიტომ რომ გასულ წელს ასეთი პრაქტიკიდან გამომდინარე, წელს ჩადებული იყო მექანიზმები, რომელიც პრინციპში იძულებულს ხდიდა ფერმერს, რომ სწორედ ამ კულტურისთვის მიემართა. ვერ განხორციელდა მაინც ეს მშობა. არა, წელს გაცილებით ნაკლებად, წინა წელთან შედარებით, კონტროლმა შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა ამ მიმართულებით და ძირითადად მაინც თხილს მოხმარდა, ან სხვა კულტურებსაც, თუმცა მაინც მასობრიობა ამ თხილის მოვლის მიმართულებით მასობრიობა არ გვაქვს, ამიტომ დავუშვათ გარკვეულ სოფლებში არის ფერმერი ან ფერმერთა ჯგუფი, რომელიც თხილს უვლის, მაგრამ მის გარშემო თუ არ ხდება იგივე და არ ხდება ასევე ტყის მასივების ეფექტური დამუშავება, დღეს შეიძლება მოახდინო წამლობა ფაროსანას წინააღმდეგ, მაგრამ ხვალ უკვე გვერდი მეზობლისგან გადმოვა ისევ ეს ფაროსანა თქვენს ბაღში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მასობრივად მოხდეს წამლობა და მასობრივად მოხდეს თხილის მოვლა, მხოლოდ ესე შეიძლება მივაღწიოთ შედეგს. ძალიან ბევრი წელია ვსაუბრობ მე და თქვენ და სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ასევე, რომ რეალურად რესურსი გაცილებით მეტი აქვს ქვეყანას, თუმცა ვერადა ვერ მივედით იმ მნიშვნელამდე, რაც გვინდა, მიუხედავად დახმარებებისა, აქტიურობისა და ასე შემდეგ. რა შეიძლება გაკეთდეს მომდევნო პერიოდისთვის, რომ ხარისხობრივად უკეთესი მაჩვენებლები მივიღოთ და რაოდენობრივადაც? რა არის მთავარი გამოწვევა დღეს, რაც ინდუსტრიაში დგას და როგორ შეიძლება ეფექტიანად გადაიჭრას ეს ყველაფერი, იმიტომ რომ წლებია ვსაუბრობთ, რომ ფაროსანას პრობლემაა, რომ გლეხებში არ არის შესაბამისი ცოდნა, თუმცა მეორეს მხრივ ძალიან ბევრი პროგრამაა მოქმედდა ამ ადამიანების დახმარებისთვის, განათლების მიცემისთვის, ფინანსური დახმარებებიც გვაქვს 2 წელია, რა რჩება მთავარი გამოწვევა? ხარისხის მიმართულებით თავარი გამოწვევა არის ფაროსანა, თუ შეხედავთ თხილის ხარისხს შემოწმებისას დაახლოებით 15% მინიმუმ არის ხოლმე დაზიანებული 10-დან 15%-მდე თხილში უშუალოდ ფაროსანას მიერ. რაც შეეხება რა შეიძლება გაკეთდეს, ვფიქრობ, რომ
აქტიურობა არის საჭირო იმ მიმართულებით, რომ ფერმერებმა ერთობლივად უნდა დავირაზმოთ, ასე ვთქვათ, ყველა ერთად ფაროსანას წინააღმდეგ ფერმერების რაღაცა ჯგუფურად მსოფლმხედველობის მიხედვით უნდა მოხდეს გაერთიანება ამ ხალხის იმისთვის, რომ უფრო მეტი ეფექტი მივიღოთ. ჩვენ გვახსოვს, როცა გამოჩნდა და ყველაზე აქტიური ბრძოლა, როდესაც მოხდა ფაროსანის წინააღმდეგ 2017-18 წლები იყო, თუ არ ვცდები, ეს 2 წელი, როდესაც ფაქტიურად განადგურებული თხილის მოსავლიდან მივიღეთ ჩვენი საშუალო თხილის მოსავალი 60,000 ტონამდე ავიდა თხილის მოსავალი და სწორედ ეს გამოწვეული იყო იმით, თუ რა სამუშაო ჩატარდა ადგილზე, თუნდაც სამეგრელოს რეგიონში. არსებული ჰექტარებიდან გამომდინარე, სადაც თხილი გვაქვს, რა რაოდენობის მოსავლის მიღება შეგვიძლია, თუ კი იქნება ის ხარისხი, რაც ჩვენ გვინახავთ, თქვით, რომ 40,000 ტონას ვიღებთ დაახლოებით წლიურად, რა რესურსი არსებობს, რომ ჰექტარზე მოსავლიანობა გაიზარდოს და ჩვენი მაქსიმუმი არსებული ფართობებიდან გამომდინარე, რა შეიძლება იყოს კარგი მოვლის პირობებში? დღესდღეობით ჰექტარზე საშუალოდ ვიღებთ 700 კილოგრამ თხილს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ვფიქრობ, რომ საშუალოდ ტონა ნახევრის მიღება საკმაოდ რეალურია იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ერთობლივად თხილის მოვლა და არ მოხდება მხოლოდ რაღაცა ნაწილ-ნაწილ მცირე ფართობებზე გარკვეული ერთეული ფერმერების მიერ, ხოლო რაც შეეხება რეალურად რა შეიძლება მივიღოთ, არის დაახლოებით 2 ტონა ნახევარი, 2-დან 2 ტონა ნახევრამდე ჰექტარზე, რაც საკმაოდ რეალურია, ეს მსხვილ ფერმერებში საშუალო მაჩვენებლად ითვლება, რომლებიც ყველა ღონისძიებას ატარებენ, საშუალოდ და მსხვილ ფერმერებს 2 ტონაზე ნაკლები ჰექტარზე არ აქვთ როგორც წესი მოსავალი. ამიტომ რეალურია იმის თქმა, რომ არსებული რესურსით, არსებული ბაღებით შესაძლებელია 100,000 ტონა გქონდეს მინიმუმ. თუმცა ის მონაცემები კიდე ამბობს, რამდენად ბევრი სამუშაო გვაქვს წინ გასატარებელი, თუ შევხედავთ, რას ვიღებთ და რამდენის მიღების რესურსი გვაქვს. ლევან, მადლობა თქვენი დროისთვის და წლის შეჯამებისთვის. ლევან ქარდავას უსმენდით, თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენთან ერთად.